დღე ავტომობილების გარეშე. ამ სახელწოდებით გამართულ საერთაშორისო აქციას ახალციხელებით შეუერთდნენ. სამოქალაქო კლუბის წევრებმა ქალაქში ფეხით მსვლელობა მოაწყეს და ადგილობრივებს დღევანდელი დღის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ახალგაზრდებმა ავტომობილების მფლობელებს ქალაქში მანქანით გადაადგილებისაგან დღეს თავის შეკავებისაკენ მოუწოდეს და ალტერნატიული საწვავის გამოყენება ურჩიეს. აქცია ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით სამოქალაქო განათლების პროგრამა მომავლის თაობის ფარგლებში მოეწყო. პროექტის ფარგლებში ბიულეტინები დაიბეჭდა, რომლებიც ადგილობრივებს დაურიგდათ. სიმბოლური მწვანე ლენტები კი ახალგაზრდებმა ავტომობილის მძღოლებს დაურიგეს. აღნიშნული დღე 2000 წელს ევროკომისიამ დააარსა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით ეკოლოგიურმა აქციამ ავტომობილების გარეშე სტარტი პირველად საფრანგეთში აიღო. ახალციხე მოგეხსენებათ პატარა ქალაქია, შესაბამისად ვერ მოხერხდებოდა რომ ქალაქში ესე სწრაფად გაგვევრცელებილა ინფორმაცია. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც გვინდა ჩვენი მსვლელობით გარკვეულწილად ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას, რომ დღეს გვინდა უფრო სუფთა გარემოში ვიცხოვროთ და მომავლის თაობა შეახსენებს ამას მოსახლეობას და ზოგადად ახალციხელებს. მე მინდა ყველას მოუწოდოს, რასაც ჩვენ ბუნებას გავუფრთხილეთ, ამიტომ შევეცადოთ რომ ერთი დღე დავუცლოთ და ფეხით ვიაროთ რა, ანუ გამოვართ მანქანი, ყველაფერი შეუგია. და რა ვიცი, ხლა ვინ შეხვდებოდა, ვინც იქნება, აი ამ ეტეპსაც დავარიგებთ იმის აღსანიშნავად, რომ ეს დღე აღვნიშნოთ ყველამ ერთად. მართალია დღეს არ გაიგეს ბევრმა და ბევრი მანქანით მოძრაობს, სამუშაო დღეა. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რა. ძალიან კარგი დღეა, ძალიან გამიხარდა რომ ამ აქციაში ვიღებ მონაწილეობას და ალბათ ძალიან დღეს ძალიან დიდი ზიანისგან ვიხსნით დედამიწას, რომელიც ცოტა მაინც დაეხმარება, რადგან ძალიან დაბიძურებულია იგი.